ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში დასრულებულია, შეხვედრები გაიმართა საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე პრეზიდენტთან, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორთან. 6-მა ევროპარლამენტარმა ქართული ოცნების ოპონენტებთან დისკუსიისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ევროპარლამენტარების ნაწილის ვიზიტს სახელმწიფო პარტია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაფასებს. ქართული ოცნების წევრების თქმით, ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ ოპოზიციას საპროტესტო მუხტის გაძლიერებაში დაეხმარონ. ყველა ეს ქმედება მიმართულია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური და დამთრგულებრი უმრავლესობის მხარდასაჭერად. ამ აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ევროკავშირის წევრობა. ესე უნდა ევროპის ნაწილია ეს ქვეყანა, ეს საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება და ცალფეხზე დადგება თუ ყირაზე დადგება ივანიშვილიან რომელიმე მისი ავატარი, ამას ვერ შეცვლის. ამის დასტურია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩვენს გვერდით დგომა. ევროკავშირის ერთიანი პოზიცია, სადაც არც ლეგიტიმაცია არის აღერებული ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის და პირდაპირ მოთხოვნა არის უკანონო პატიმრობის გათავისუფლების კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც უწყვეტად იცავენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საშინაო და საგარეო ვექტორში. ჩამოსული ევროპარლამენტარები უკვე დიდი ხანია ვიცით და გაშიფრულები არიან, ვის წარმოადგენენ. ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის ლობისტები, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდშიც და ყველა სხვა უსამართლო რეზოლუციის მიღების პროცესში მონაწილეობდნენ. აქციების, ასე ვთქვათ, უფრო საინტერესო წარმართვისთვის, იმიტომ რომ ხედავდით უკვე საკმაოდ უინტერესად მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ევროპარლამენტარების ჩართულობა უზრუნველყო ოპოზიციამ. ფიქრობ, რომ გუშინდელმა დღემაც დაგვანახა, რომ რამდენჯერმე გადაწეული ევროპარლამენტარების აქციაზე გამოსვლა ხალხის მცირე რიცხოვნობის გამო წარუმატებლად დასრულდა და რა თქმა უნდა, მათი აქ ჩამოსვლა იქნება თუ იქიდან გაკეთებული განცხადებები ქართული ხალხის აზრს ვერ შეცვლის. არ ვიცი, რა დაუშავეთ თავის დროზე ამ ადამიანებს, რატო არიან ასე გადაკიდებული ჩვენს ქვეყანაზე, რატო უნდათ მისი დაზიანება განსაკუთრებით, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ გამოირჩევა განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, მათ შორის ერთ-ერთი გუშინ მიხილეთ რუსთაველის გამზირზე, გორბაჩოვის თანამოაზრე პერესტროიკის დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით აქ ველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას ასწავლის ქართულ ხალხს. ადამიანი, რომელიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მფარველი და ის რომელიც მთელი ბოლო პერიოდი არის იქითკენ მომართული, რომ მიხეილ სააკაშვილი რაიმენაირად დაიხსნას.